ახალი ამბები პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის გიორგი საბანაძის დაკავების ფაქტს ეხმიანება. მისი განცხადებით, სწორედ საბანაძის თავმჯდომარეობისას თბილისის ბიუჯეტი და ბევრი თბილისელი დაზარალდა. ზაზა გაბუნიას აზრით, საბანაძის გამოძიებასთან თანამშრომლობა ფინანსურ მაქინაციებთან მიმართებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს. საბანაძის დაკავების ფაქტს თბილისის მერი გიგი უგულავაც ეხმიანება. მე დეტალებს არ ვიცნობ, მეც მედიის საშუალებით გავიგე. ერთადერთი რამდენიც ჩემს ცნობილია, მას აქვს პოლიტიკური თავშესაფარი და შესაბამისად ეს იურიდიული კაზუისტიკა, რომელიც მოგვარდება ისე, რამდენიც მე ვიცი, მას თავშესაფარი აქვს და შესაბამისად პოლიტიკური თავშესაფარი აქვს და შესაბამისად ექსტრადიცია მას არ ემუქრება. მე უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ძალიან აქტიურად ვითხოვდი ბატონი საბანაძის საქართველოში ჩამოყვანას და მისი გამოძიებასთან თანამშრომლობის დაწყებას, იმიტომ რომ ამ წლების მანძილზე ფონდის ეგიდით განხორციელებულ ყველა ფინანსურ მაქინაციასთან დაკავშირებით ბატონი საბანაძე რამდენადაც იყო რა ის დირექტორი ამ ფონდის, ფლობს დეტალურ ინფორმაციას, შესაბამისად ჩვენ და საზოგადოებას გვექნება საშუალება ყველა ამ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების ფლანგვას, მივიღოთ პასუხები. საჯელახსულების მე-9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილი ევროპა